გორის მუნიციპალიტეტმა წინა საახალწლოდ ჯილდოს სახით თანამშრომლებზე დაახლოებით 200,000 ლარი გასცა. ხალხის ფულიდან კარგი მუშაობისთვის ჯილდო ერგო მერიის 259 თანამშრომელს. მაშინ, როდესაც ქვეყანაში სიდუხჭირია გამეფებული ადგილობრივი მთავრობა თანამშრომლების გამდიდრებაზე ზრუნავს. ჯილდოს გარეშე არც საკრებულოს აპარატი დარჩენილა. 19 თანამშრომელზე გაცემულია 12,670 ლარი, ხოლო შტატ გარეშე თანამშრომელზე 620 ლარი. საერთო ჯამში თანამშრომელთა ჯილდოსთვის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 187,000 ლარზე მეტი დაიხარჯა. რას უკავშირდება თანამშრომლების წახალისება, ამას ვერ ხსნიან ოპოზიციაში. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტმა 2018 წლის ბიუჯეტი ვერ აითვისა და შედეგად მოსახლეობა დაზარალდა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახარჯულმა 10,000-ობით ლარმა კი მოსახლეობას ორმაგი დარტყმა მიაყენა. ამ ადამიანმა პრემია მისცა თავის თანამშრომლებს, რომელმაც 2 მილიონამდე ბიუჯეტი ვერ აითვისეს. სამწუხაროა, მაგრამ მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ თანხები ვერ დაიხარჯა, ინფრასტრუქტურული პროექტები ვერ განხორციელდა და ტენდერები ჩავარდა და რამაც გამოიწვია ისო ბიუჯეტში თანხები აუთვისებელი დარჩა, იმის მაგივრად, რომ ეს ადამიანები ეძებდნენ დამნაშავეს და დანაშაულის ფაქტორი რამ გამოიწვია, ეს ადამიანები საახალწლოდ პრემიებს არიგებენ. როცა დღითი დღე ღარიბდება და ღატაკდება მოსახლეობა, როცა ყოველდღიურად უძვირდება მოსახლეობას, ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერი არ ზრუნავს ხალხზე. ოპოზიციას კითხვები აქვს საკრებულოს 2018 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებითაც. ბექა ქორჩილავა ამბობს, რომ სხვა ხარჯებისთვის გათვალისწინებული იყო 83,000 ლარი და დაიხარჯა 79,120 ლარი. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ამტკიცებს, რომ თანხა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას მოხმარდა. აქ არის ერთი საინტერესო მუხლი, რომელიც არის წარმოდგენილი სხვა მიმდინარე ხარჯის სახელით, რომელზეც არაერთხელ მივმართეთ მერიას, არაერთხელ მოვითხოვეთ და სამწუხაროდ პასუხი ვერ მივიღეთ. ეს არის 79,120 ლარი და არსებობს გონივრული ეჭვი. ფრაქცია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს თანხები არის სალომე ზურაბიშვილის წინა საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად გამოყენებული. რადგან ჩვენ არ გვაწვდიან ინფორმაციას, თუ რაში იქნა ხალხის ფული გადახდილი. ეს არ არის 1 ლარი ან 2 ლარი. ეს არის ხალხის სიმწრით გადახდილი გადასახადები და სამწუხაროდ ვფიქრობთ, რომ ქარს არის გატანებული და არა მიზნობრივად არის დახარჯული. ოპოზიციის ბრალდებებს გორის მერიაში პასუხობენ. მუნიციპალიტეტის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ სხვა თანხები, რომელზეც ნაციონალური მოძრაობის წევრი საუბრობს, საკრებულოს წევრების ხარჯებია. როგორც წესი, საკრებულოს უხელფასო დეპუტატები კანონით იღებენ ხარჯების ანაზღაურების თანხას. ეს არის თითო არაუმეტეს 400 ლარისა თითო დეპუტატზე. სწორედ ეს ხარჯები კლასიფიცირდება ეკონომიკური მუხლით, როგორც სხვა ხარჯი. სწორედ ეს 79,000 შეადგენს აი ამ ხარჯების ჯამს წლის განმავლობაში. რაც შეეხება გაცემულ ჯილდოებს, დალით ლაშაძის ინფორმაციით, 2018 წლის ბიუჯეტში ჯილდოსთვის თანხა გათვალისწინებული არ ყოფილა, მაგრამ მთავარ ფინანსურ დოკუმენტშიც არ შესულა ცვლილებები. თანხა არც მუხლიდან მუხლში გადაუტანიათ. ჯილდოებისთვის გაცემული დაახლოებით 200,000 ლარი სახელმწიფო ფონდიდან გამოიყო. პირდაპირ მიმართულებით ამ ნაწილში არ ყოფილა თავიდან გათვალისწინებული. ეს მთელი წლის განმავლობაში მოხდა ეკონომიები, იყო ვაკანსიები, იყო ასევე მოვალეობის შესრულებებზე დარჩენილი თავისუფალი თანხები და სწორედ აი ამ სხვადასხვა მოხლებში დანაზოგებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ პროფესიული საჯარო მოხელთა შესახებ კანონი, შრომის ანაზღაურების შესახებ კანონი მოგვეხმარა, ასე ვთქვათ, და გაგვეცა სწორედ ერთი წელიწადში მხოლოდ ერთი ჯილდო, რომელიც კანონის ფარგლებში არის მისაღები და მიზანშეწონილი. ეს მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტია. ტელეკომპანია თრიალეთი შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებზეც შემოგთავაზებთ ინფორმაციას, თუ როგორ აჯილდოებენ თანამშრომლებს ხალხის ფულით.